თქვენ იცით ალბათ, რომ გიორგი მე ერთხელ მყავს დაახლოებით 10 დღის წინ ნანახი. დღეს რაც ვნახე, უფრო მისი მდგომარეობა დამძიმებული მეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ რომ გიორგიმ სასამართლოზეც თქვა, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სავალალო ფაქტი, რომელიც 13 მარტს განვითარდა ციხეში, გაურკვეველი ტიპის კრუნჩხვა, ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს კრუნჩხვა რამ გამოიწვია. მას ეს კრუნჩხვა ბოლომდე არ ახსოვს და ამან გამოიწვია ის, რომ ქვემო კიდურებში განსაკუთრებით მარცხენა მხარეს არ არის გრძნობელობა, ის ვერ გადაადგილდება და მარცხენა თვალში მხედველობა აქვს ძლიერ დაქვეითებული. სურათი რაც ვნახე, იყო ძალიან მძიმე. თქვენ იცით ალბათ რით დასრულდა ეს სასამართლოს ხდომა, გამომაძევეს მეც და გააძევეს გიორგი. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ამ საქმეში წარმოიშვა 3 ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის უამდგომლობას დააყენეს დღეს გიორგიმ და ჩვენმა ადვოკატებმა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ეს უამდგომლობები არ ჩათვალა მიზანშეწონილად და არ დააყენა. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ის რომ ციხეში მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, აქ იყო მოთხოვნები, რომ გიორგის ხელი გაეშვირა ამერიკის საელჩოსკენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან და აპარატის თანამშრომელი იყო შესული და შემდგარია ოქმი, რომ ეს ნამდვილად რა თვალსაზრისით, რომ ორგანიზატორად დაესახელებდა. აძალებდა კი არა, მოითხოვდა გიორგის, რომ მისი ჩართულობით მომხდარიყო იქ სადაც დემონსტრაციები ტარდებოდა, ასეთი როგორ გითხრათ, რევოლუციური სცენარის, რა ვიცი, რა უნდათ, ზუსტად მე ხო იქ არ ვიცი, არ ვიყავი, მაგრამ აი ამ ტიპის, რომ ხელი გაეშვირა ისრები ამერიკის საელჩოსკენ. აქ მოხდა კიდე მეორე ფაქტი. ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის აპარატის, უკვე გიორგი მოიტანა სხვათა შორის ეს სასამართლოზე, რომ სახალხო აპარატის ექიმები შესულები, როდესაც იყვნენ თუ წარმომადგენლები, აქ არის ეჭვი, რომ გიორგის დამართეს იქ ინსულტი, მან გადაიტანა 13 მარტს ინსულტი და იმის გამო, რომ შემდგომი მკურნალობა არ არის ჩატარებული, პროცესი წინ მიდის. გიორგი უარს ამბობს იქ რაიმე სამედიცინო დახმარებაზე, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ ეს მისთვის უკვე უსაფრთხო აღარ არის და საერთოდ მიაჩნია, რომ ის არის რუსული სპეცსამსახურების მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მასთან მიიტანეს ძალიან ისეთი შენათვლები, ძიმე და ეს ყველაფერი მან დღეს გააჟღერა. მაგრამ იქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. როდესაც წინა სასამართლოს ხდომის შემდეგ მოხდა ირაკლის მანქანის ფინანსური პოლიციის მიერ დაყადაღება თუ მოკლედ როგორც მოხდა, იქ დაზიანებული არის ტელეფონი, სადაც ინახებოდა გატეხილი აქვთ მათ. ისინი სახშიც, იმიტომ დევნის დროს სახშიც, იმიტომ ჰქონდათ სურვილი, რომ შემოსულიყვნენ, რომ გარკვეული ინფორმაციაზე თქმა ჰქონდათ. ფაქტიურად ნადირობდნენ გიორგის ტელეფონზე. სადაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მათის დაამტვრიეს. დიახ, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი დღეს ალბათ ნახეთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჰქონდა გარკვეული ანგარიში გიორგის საქმესთან დაკავშირებით და რატომ არის საყურადღებო ეს ამბავი, რომ ამ განცხადების მიხედვით, რომელსაც ავრცელებს აღნიშნული ორგანიზაცია, საქმეში იკვეთება ივანიშვილის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს. აი ამაზე რის თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო საერთაშორისო გამჭვირვალობას ბატონ ბარამიძეს, იმიტომ რომ აი დღეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოჯახისთვის ეს განცხადება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იცით არ არის ჩახედული ამ საქმეში და ეხა ისეთი სიტუაციაა საქართველოში, ჩვენ არ შეგვიძლია ყველას მოვთხოვოთ, რომ ყველა საქმე იცოდეს ზეპირად. მათ ისეთი სწორი შენიშვნები აქვს გაკეთებული, ისეთი სწორი როგორ გითხრათ, აი გულთან მიტანილია ეს ამბავი და პროფესიონალურად თუ როგორ მოხდა სამოქალაქო საქმის შეკერვა, ეს იყო გადატანა სისხლის სამართლის საქმედ და შეიკერა ეს აჭარის პროკურატურაში. საერთოდ პროკურატურა რა შუაში იყო, არ ვიცი, ორ შეპესას შორის ვერ შედგა რაღაცა საქმე. ერთმა უღიარა მეორეს და დაუწყო ფულის უკან დაბრუნება. რა შუაშია? ან სამოქალაქო საქმეც რა შუაშია, მაგრამ ნუ კარგი, თქვა სამოქალაქო საქმე.
მათ არ მისცეს გიორგის უფლება, რომ პირნათლად შეესრულებინა გრაფიკით უკან გადარიცხვა აი ამ თანხების. პირველივე ტრანშის შემდეგ დაადგა თავზე პროკურატურა. მაგრამ ეს ყველაფერი მოდის სხვა რაღაცეებიდან. მოდის იქიდან, რომ გიორგიმ არ შეასრულა ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ბატონი დერებასკა მოგეხსენებათ, ეს არის პუტინის კარის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც იყო სანქცირებული და ცდილობდა საქართველოში შემოეყვანა თავისი დასანქცირებული ორი იახტა. აქ ერთი იახტაზე კი არ არის ლაპარაკი, ერთი წამყვანი იახტა და ამ იახტას ყავდა კიდე დამხმარე იახტა, რომელზეც ესე თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანიც კი იყო მოწყობილი, რომ რამენაირად ისინი მოეშორებინა იმ ნეიტრალური წყლებიდან, სადაც მას მე როგორც ვიცი, როგორც დასანქცირებულს ნატოს გემები მოსდევდნენ. და მას ჭირდებოდა დილერი, რომელიც საქართველოს დროშით ამას მოახერხებდა, რომ შემოეყვანა. ამაზე გიორგიმ უარი უთხრა. ამის შემდეგ იყო რაღაცა პაუზა და შემდეგ გამოაჩინეს უკვე ალექსანდრე ივანიშვილის ჯიბის თაღლითი ელგუჯა თურმანიძე, მას რაღაც შეპესი აქვს ელდ ბილდინგი, რომლის ახლა რებრენდინგსაც აწარმოებს, რომ როგორმე მისი სახელი გაქრეს, იმიტომ რომ ეს არის თაღლითი ადამიანი, რომლებიც აჭარაში ყიდის ბინებს ჯერ ერთ ადამიანებზე, მერე ტოვებს მათ ბინების გარეშე და გადაყიდული აქვს მერე ბელორუს და რუს მობინადრეებზე და ხალხს არც ფული აქვს და არც ბინები. აი ასეთ რებრენდინგს აკეთებს დღეს ელგუჯა თურმანიძე, რომელიც არის ალექსანდრე ივანიშვილის ჯიბის ბიზნესმენი. არ მინდა ესეთი ნიუანსები მოვყვე, მაგრამ დღეს ახლა გიორგის არ აძლევენ არაფერზე ლაპარაკის უფლებას და მე როგორც მისი ოჯახის წევრი და თანამებრძოლი, ჩვენ გავალთ ბოლომდე. არ არსებობს ამათ ეს არ ეპატიება და მე კიდე არ მინდა განმეორდე, დღეს რამოდენიმე ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ, მე სასამართლოს უწევდე იუდას სახლი. იმიტომ რომ დღეს არის დიდი შაბათი, დღეს იყო იუდას მხილება მრავალი წლის წინ. ეს მოსამართლეები, რომლებიც აი ასე ცუდად მოღალატეობრივად იქცევიან, ისინი არიან იუდას მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც დღეს ჩემი შვილი არის ერთს მიჯაჭვული და ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება შემდგომი დიდი მადლობა პროცესები. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა და თუ გიორგი გვიყურებს, თქვენ იცით რომ მეც გამომაძევეს, მინდა გიორგის უთხრა რომ შვიდათ იყოს, მე კარგად ვარ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ქალბატონო ეკა წერეთელი გიორგი ჩიკვაიძის დედა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ გავალთ ახლა რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ისევ პროტესტზე ვილაპარაკებთ, რომელიც რამდენიმე წუთში უკვე კულტურის სამინისტროსთან უნდა დაიწყოს.